გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. როდესაც რომელიმე ცნობადი ნაცი ლოყებს ბერავს და აცხადებს, რომ არ ცნობს მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ ცნობს კანონებსა და სამართალს, მას ჩემი გაგებით სრულიად აქვს რამსები არეული. ის ქვეყნის კანონებს სათავისოდ შეიძლება არ ცნობდეს, მაგრამ კანონი და სამართალი მას ცნობს და საქმეზე რომ მიდგება, პასუხსაც მოსთხოვს და მერე იძახოს არ ცნობ, როდესაც ჩახკიდებენ ხელს და მიაბრძანებენ იქ, სადაც მზე მხოლოდ გისოსებს მიღმა. ხომ ხედავთ, გახარია, ასე თუ ისე მაინც უფრო ფრთხილი ადამიანი გამოდგა, ვიდრე სხვადასხვა გივით არგამაძეები, ნიკა გვარამიები და ამ დაგვარნი, ვისაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კანონი ადრე თუ გვია მიაკითხავს და სათანადო პასუხსაც მოსთხოვს. გახარია სხვანაირად მოიქცა. ის მაინც მივიდა კომისიაზე. რატომ მივიდა? მართლა საინტერესოა, თუ რატომ მივიდა გახარია კომისიის ხდომაზე? გამოდის, რომ ის ცნობს კომისიის ლეგიტიმურობას და თუ კი კომისიის ლეგიტიმურობას ცნობს, ის პარლამენტსაც ცნობს და თუ პარლამენტს ცნობს, რატომ არ შედის პარლამენტში იმისთვის, რისთვისაც ის მისმა ამომრჩეველმა აირჩია, ანუ სამუშაოდ. მას და მის პარტიას უარი ხომ არ უთქვამთ საპარლამენტო მანდატებზე? არა, არ უთქვამთ. ესეც საინტერესოა, რას ელოდებიან, რატომ არ ამბობენ უარს? სიუჟეტი ძალიან საინტერესო და ჩახლართული. კარგი, გახარიაზე რაღაც ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობ და ალბათ უკვე თავიც მოგაბეზრეთ. დღეს მე იმ ჩვენ ეგრეთ წოდებულ დიდი მსახიობებისა და რეჟისორების ლოგიკას მინდა გავყვე, ჩავწვდე, ასე ვთქვათ და გავიგო თუ რის იმედი აქვთ. როდესაც ვინმე კალატოზის შვილი გამოდის და სახი ძალიან მკაცრი გამომეტყველებით ამთავრებს ქართულ ოცნებას, სულ მაინტერესებს ის ამას სერიოზულად ამბობს თუ დანტონის ან რობესპიერის როლს თამაშობს. ვერ წარმომიდგენია მეტნაკლებად აზრიანი ადამიანი სერიოზულად თვლიდეს, რომ მას იმდენი ძალა შესწევდეს, ესა თუ ის მთავრობა ამ ნარატივით რომ დაასრულოს. მაგრამ ერთმა მითხრა, რომ არავითარი როლის თამაში არ არის. მას თავის მართლა სერიოზული წარმოდგენა აქვს და მართლა სჯერაო, რომ მის სიტყვას ამხელა ფასი აქვს, რომ მის მოწოდებას მთელი ქვეყანა ყურს დაუგდებს, აიტაცებს და მას გაყვება მოახდენს რევოლუციას, აჯანყებას, გადატრიალებას, გადააყენებს მთავრობას და მერეა საინტერესო რა უნდა მოხდეს. მთავრობის გადაყენებას წესით და რიგით ახალი მთავრობის მთავრობაში მოსვლა უნდა მოყვეს, ხომ ასეა. და ახალი მთავრობა ვინ იქნება? კალატოზები და დოინჯის შვილები? არა, ისინი ვერ გაკაჩავენ. და ვინ გაკაჩავს? მიშა ხომ უკვე შემჩნეული იყო გაკაჩვაში. თანაც მიშას დროს ნანკა დოიშ მოიჭოლა, მოლა ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს. უკომფორტულესად. ამიტომაც გამარჯვების შემთხვევაში კალატოზის შვილები ვიოამედიდან გამოიტანენ დემოკრატიის შუქურას, გაამზეურებენ, რათა ნაფტალინის სურნელი მეტნაკლებად მოაშორონ, წვერს გაპარსავენ, 100 ხინკალს მიართმევენ და დასვამენ ტახტზე. თვითონ კი მოდუნდებიან და ისევ განაგრძობენ ქვეყნის ნაღების როლის მორგებას. ეს იდილიური სურათი კი დავხატე, მაგრამ რეალობაში ასე რასაკვირველია ვერ მოხდება, რადგან არც კალატოზის და არც დოინჯის სიტყვას ფასი არ აქვს. სხვადასხვა ეტყობა იმ გაბღენძილ დოის მართლა გქონდა თავში საკუთარი სიდიადე ავარდნილი. ეგონა რომ ის ხელშეუხებელია, შეუცვლელია და ასე შემდეგ. და რატომ ეგონა ასე? ესეც არ მესმის. რამდენი რამ არ მესმის, რა? ტიპი ნოემბრის თვითონ არ მუშაობს, თეატრი აქვს დახურული, ებრძვის სისტემას, უნიჭოთ ებრძვის, მაგრამ მაინც ხომ ებრძვის და მიუხედავად ამისა სისტემა ხელფასებსა და ყველა ბონუს უხდის და უცებ მოხსნეს და სალომე ზურაბიშვილმაც გამოყო თავი და შეჰკივლა, არიქა კულტურას გვართმევენო. Тоже мне мерхольд несчастный. მეგობრებო, ის დოი თავის კერძო თეატრში კი არ მუშაობდა. ის სახელმწიფო თეატრს ხელმძღვანელობდა და
სახელმწიფო თეატრს აქვს გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოსთან, ანუ ჩვენთან. იმიტომ რომ სახელმწიფო ვართ ჩვენ. რატომ მეგონათ რომ მათთვის ყველაფერი მოსულა, რომ ყველაფერი შეერგებათ, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებენ. არც ეს მესმის. ალბათ ისევე როგორც კალატოზის შემთხვევაში ვიტყოდი, ან უაზრონი არიან, ან და თამაშობენ, ან და ორივე ერთად თამაშობენ უაზროდ. და მათი თამაში იმ მაყურებელზეა გათვლილი, რომელსაც მათ გარდა არაფერი უნახავს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.